შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სამშაბათს ერებრუს სკოლაში მომხდარი სროლა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საზარელ ტრაგედიად შეაფასა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი გუნარ სტრემერიც ესწრებოდა, კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთში ახლა რთული პერიოდია. Dödligt våld mot helt oskyldiga människor. ჩვენ სრულიად უდანაშაულო ადამიანების მიმართ სასტიკი, საზარელი ძალადობის მოწმენი ვართ. ეს შვედეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი ფურცელია. ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. არც მე შემიძლია ამის ახსნა. Och jag kan inte ge dem svaren heller. გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელმა ერებრუსში არსებულ ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი დაახლოებით პირველის ნახევარზე გახსნა. მოსწავლეებს გამოცდა ჰქონდა, თუმცა უმეტესობა იქ უკვე აღარ იმყოფებოდა. შვედეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაღუპულია 10 პირი, მათ შორის თავდამსხმელიც. დაჭრილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ტერორიზმთან კავშირი არ იკვეთება. მათი თქმით, თავდასხმამდე არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა.